გამარჯობათ, მინდა გავაკეთო პატარა მიმოხილვა მოპედ თუ მოტოციკლ ჩამპთან დაკავშირებით, ანუ ჩამპი არის იგივე ნამა, იგივე ალფა მე მგონი, რაღაც ძალიან ოდნავარი განსხვავება პლასმასებში და ბაკის ფორმაში, დანარჩენი რამდენადაც ვიცი იგივე არის, სავალი ნაწილები აბსოლუტურად იგივე არის, ამათი ყველაფერი რა. ესე იგი ახლა არის 2025 წელი, ვიყიდე 2019 წელს ეს მოტო თუ მოპედი, არ ვიცი როგორ დავარქვა. მაქსიმალურად ვცდილობდი რომ ორიგინალი პლასმასები და დეტალები შემინარჩუნებინა, რაღაცები შევძელი, რაღაცები ვერა, მაგალითად სარკეების გამოცვლა მომიწია, კრილოს სამაგრი გატყდა და სამაგრი ანუ ისე რეზინით მაქვს მიმაგრებული ეს კრილო, აი ეს კრილო ესა უშუალოდ წინ ფარი არის გატეხილი და წებოთი არის დაწებებული, ანუ სილიკონის წებო, სამშენებლო სილიკონი რო არის და ესეც გატეხილი იყო პლასმასშიდან გავაკეთე. ჩემი ახლობელი და მანქანას დაეჯახა პატარაზე და გატეხა რა. და ეგ იყო რა ისეთი არაფერი. ცოტა ეს პლასმასებიც მოყანყალდა და ვინტი ვერ ვიპოვე რითაც დავამაგრო, ამიტომ ხამუთებით მაქვს გაკეთებული. დანარჩენი მუშაობს, ეს ნეგატივით დავიწყე, თორე ესე იგი რის თქმა მინდოდა. ანუ 2025 წელი 2019 წელს ვიყიდე და დღემდე მუშაობს, რაღაც პერიოდი რომ დავიღალე ამით სიავით, იმიტომ რომ ეს დუგები აქვს და ცოტა ესეთი სიმპათიურიც არ არის მაინც და მაინც დუგებიდან გამომდინარე. და მეთქი ლიჟბი რაღაცა ვიყიდო მეთქი და მინდოდა რომ გაბრო მეყიდა, თუნდაც გაბრო რა. რომ მეთქი მოტოს გავდეს მეთქი რა, როცა რამდენი წელი ვიხმარე ეს უკვე რა. და ორჯერ სამჯერ დავდე ნამას ჯგუფში ეს ჩემი მოტო თუ მოპედი ჩამპი მოკლედ გასაყიდად და არ იყიდებოდა, რაღაც კრიტიკული კომენტარები იყო, რომ ჩამპი მალე ფუჭდება და რაღაც ვერ უძლებს და ნამაჯობია და მოკეთ ეგეთი ჰეითერული სისულელები, რაღაც გაუქმდა ადამიანებისგან და სურათი რო არ უდებთ Facebook-ზე ეგეთი ადამიანებისგან იყო ნეგატიური გამოხმაურება და მოკეთ ორჯერ სამჯერ დავდე, მაშინ პლასმასები ესენი გატეხილი არ იყო, მაშინ ბევრად მთელი იყო. ხო და მოკეთ მინდა ვთქვა, რომ 2025 წელია და ეს მოტო მუშაობს, დადის ყველანაირად კარგად, ერთადერთი პლასმასები რო ცოტა ისეთი არის რა უკვე. თუ არ დააკვირდი, პრინციპში არც ეთყობა სიმართლე რო თქვა რა. მოკეთ დადის თუ არა, მინდა გითხრა რომ დადის. არ გაფუჭებულა ნორმალურად, ორიგინალი გარბენი არის 20.000, ცოტა მეტი. შეიძლება საკვარ თუ ფთხილდებოდი. ეს პრინციპში ჩემი პირველი მოტო არის და რა ვიცი, ჩინელებს ვერ შევაქებ და ვერს ვაძაგებ, მაგრამ ეს ნორმალურად მუშაობდა აბსოლუტურად. დიდი პრობლემა არ მქონია, ალბათ უფრო გაფრთხილებაზე არის დამოკიდებული და არ მოექცე ვირივით, არ გაიგდო ფეხქვეშ, ანუ ორი კაცი დავდიოდით, მეორე ადამიანს ხშირად გადავაადგილდებოდით ორი ადამიანი ამ მოტოზე, მე მაგას არ გულისხმობ გაგდებას, აი მაგალითად ბარდიულზე ახტომა ჩამოხტომა, ასეთ ბარდიულზე ჩამოხტომამ გამიტეხა ეს უკანა ნაწილი რა. და ზეთის შეცვლა, ცოტა ანუ სვეჭყაობა არა და ეგეთი რაღაცები რა. ანუ ისე ცოტა რბილი სიარული შედარებით, ცოტა პენსიონერული სიარული, კარგია იმ ხრივ, რომ არ მოყანყალდეს რაღაც ნაწილები და ნაკლებად იყოს შესაცვლელი რა, მოკლედ რა. დანარჩენი, რა ვიცი, კმაყოფილი ვარ ამ წლების მანძილზე, ესე იგი 2019-დან 2025-მდე. ეხლა უკვე სხვა მოტო ვიყიდე და ამიტომ ამას გავყიდი რა. ამდენი წლის მანძილზე კარგად მემსახურა რა, მოკეთ არ მაქვს განსაკუთრებული პრეტენზია და რა ვიცი, თავისთავი ამოიღო რა, მოკეთ თუ ვირიშვილის ნახმარი არ არის, თუ ვირის ნახმარი არ არის ეს ჩინური მოტო, მე ვფიქრობ, რომ ადეკვატურ ფაში თუ
იყიდი ჩინური მოტო მისაღებია თუ არ გაქვს დიდი თანხა რომ აიზამაით ბრენდული მოტო იყიდო, ესეც შესაძლებელი არის რომ იყიდო. ანუ გადაადგილების მიზნით და არა სასვეჩკაოთ და არა სპორტულ მიზნებისთვის და ასე შემდეგ რა. გადაადგილების მიზნით ეს ჩინური მოტოც საჭიროა 1-2 კლუჩი, ატიორკა ხანდახან რომ რაღაც თუ რამე არ მოგეწონა მოუჭირო მაგათად აი ესენი ეშვებოდა ხოლმე და მე რეზინები ჩავატანე აი აქ. რეზინები ჩავატანე. აი ამაში ხა შინ რეზინები აქვს ჩატანებული და აღარ ეშვება რა. წინ ფარა დავამატე, აი ეს ფარა დავამატე. და მოგეთ მუშა მდგომარეობაში არის რა. ესე იგი 5 წელიწად ნახევარი მუშაობს, კურიერი არ ვარ. ძალიან გაგდებულიც არ მქონდა და მოგეთ მუშაობს ეს ჩამპი, ანუ ნამა იგივე ჩავთვალოთ. და მაყოფილი ვარ ამ წლების მანძილზე. ამ ბიუჯეტურ ვარიანტში, მაგალითად საკურიეროდ ქალაქში, მშვენიერი ან ქალაქ გარეთ ისე მოკლე მანძილებზე გადასაადგილებლათაც კარგი რამეა რა. თბილისიდან ყოფილ ვარ. საგურამო, კოჯორი, მცხეთა, მოგეთ მომივლია ეს ახლო ქალაქები. ახლო ქალაქები მომივლია. ტრასაზე ცოტა საშია ამით გასვლა, იმიტომ რომ სიჩქარის დიდს არ ანვითარებს დაახლოებით 70-მდეა ნორმალური. 80 რო გააკაჩინო, ძალიან უნდა გააწურინო და ცოტა ის არის რა, ესე ვთქვათ. ტრასაზე საკმარის მაინც არის და დიდი სიჩქარით რო ჩაგივლიან ხოლმე, ცოტა ის არის რა, არასასიამოვნო მომენტი და სარისკო არის რა. მაგრამ ქალაქში და ახლო დისტანციებზე აბსოლუტურად მისაღები არის ეს ტრანსპორტი, ეს მოდელი, ეს ამ ქვეყნის წარმოებული ეს რაღაცა, რავი, რაც ქვია მოტომოპედი, მოკეთ და ეგეთი რამე რა. ესე იგი, ეს იყო ჩემი შტაბ-ბიჭდილება, რომ ამდენი წლის მანძილზე გამიძლო, მუშაობს, ზეთს უსვლიდი. ვცდილობდი რომ შემინარჩუნებინა პლასმასები, ცოტა ნელა დავდიოდი, მაინც არ ვგაზაობდი, არ ვახტუნავებდი, ბევრჯერ არ დავარნილა, რამდენჯერმეა დავარნილი სულ ამ 5 წელიწად ნახევრის მანძილზე და მოკლედ ეგეთი რამე რა. კაი, მოდი განახებთ ახლა რეები დავაზიანე ამ წლების მანძილზე. ესე იგი, ნოშკა რაზეც რომ ორივე საბურავი ჰაერში იქნებოდა, ეს მოვაძრე რაღაც მიზეზების გამო. აი უკან მანქანამ ეს მომიტეხა და ამიტომ გერდულად არის ეს ფეხის დასადები. ეს უკანა პლასმასი დასამაგრებელია და ხამუთით მაქვს დამაგრებული. აი ეს არის გატეხილი და პლასმასში იქთან არის შენაწებები. ესეც გატეხილია ფარი და ეს უსტარულად დავაწებე სილიკონის წებო არის შინ ჩასხმული, გარედან არ ჩას მოგეთა ესე. ეს სილიკონის წებოა ჩასხმული, რომ ეს დამაგრებული იყო ასევე აქეთ ამ ხარეს რა. ორიგინალი სახელურებიც მაქვს, მაგრამ ხელებს მტკენდა და გავუკეთე ეს ყველაზე იაფიანი, რომელიც რომ ხელებს არ მტკენს, თორე პრობლემა არ იყო, ორიგინალიც მაქვს და ანუ ესე ვთქვი, მაგაში არ ყოფილა რა პრობლემა რა. წინა და უკანა საბურავი შევცვალე, იმიტომ რომ თავიდან რო ვიყიდე კამერიანი იყო ეს საბურავი და რო გაიხვრი და მირჩიეს რომ უკამერო დამეყენებინა, რომ მე რემონტი მარტივი ყოფილიყო, შესაბამისად უკამერო არის წინა და უკანა საბურავი. და ეგ არის ბენზინის ფილტრი მაქვს შეცვლილი. ხო, მოკეთ ისეთი არაფერი რა. არ მქონია ამ წლების მანძილზე რაღაც დიდი ხარჯი ან რაღაცა. დიდი ხარჯი არ მქონია რა, ასე რომ ბიუჯეტურ ამბავში თუ ვირიშვილის ნახმარი არ არის და ვირულან ნახმარი არ არის, შეგიძლიათ იყიდოთ და ესე ვთქვათ, გადაადგილდეთ, ეს არის გადაადგილების საშუალება და რაც სვეჩკაობა და გაზაობა და დიდი მანევრირება მაგაზე არ არის გათვლილი რა. აბსოლუტურად ნორმალურად მუშაობს, რავის თუ გაუფრთხილდებით რა. ეს არის ჩემი გამოცდილება ამ ჩინურ მოტოზე, მოპედზე, 50 cc დამიწერს, მაგრამ ვითომ 100 cc არისო.
მე ვფიქრობ, რომ შეიძლება მთლად 100 არ არის, მაგრამ არც 50 არ არის და იქნება და საერთოდ 80 cc იყოს მეთქი, ჩემი პირადი აზრი არის. იმიტომ რომ დადის 70-ით 80 რო დაადებინო ძალიან უნდა გაწურო და მოგეთ აი ეს არის ჩემი პატარა ესე ვთქვათ შთაბეჭდილება ანუ არც დალაიქებას გთხოვთ ვიდეოსი არც გამოწერას რა ვიცი თუ იმეს დაგუგლავთ ჩამპს ნამას ესე იგი ამ ვიდეოს ამოგიგდებთ ანუ უბრალოდ არა გამყიდველისგან შთაბეჭდილება და რჩევა არის ამ მოტოზთან დაკავშირებით რა ეგეთი რამე რა. აბა მწვანეზე იარეთ ყველამ.